მაშასე გადაცემა სარკასტიკაში თამაშის დრო დადგა, თამაშის წესებს ავხსნი ახლა ძალიან მარტივია, მაგრამ წაგებული აკეთებს 20 ბუქს. მე ძალიან ბუქრიკი იცით ეხლა ჩავიდა, ავიდა, მე რო ჩავიდე ვეღარავალ, ალბათ მუხრებში გადავწყვეტები. ვარჯიშობ, შენ რა გეშველება? მეც ვარჯიშობ. ეს ის ვარჯიშობ. რატო გონია რომ ძალიან გაუბედურებული ცხოვრება? აი ესე მიყურებს. მე ადამიანი ვარ, და რაღაცა ვარჯიშობ, რაღაცა ჯანსაღად. არა, იმიტომ რომ შენ ამბობ, რომ აი მე აი. შენ წუწუნებ, თორე მე არ ვფიქრობ, რომ გაუბედურებული. ხო, იმაში ფულს ვერ გადავიხდი, ამაში ფულს დარბაშიც უფასო დადის და იმიტომ. იქა ცავი შეაწოდა ყველას. კარგი, თამაშის წესი არის მარტივი. თამაშობთ ერთი ხელით, რომელი ხელიც არის თქვენთვის კომფორტული, მარჯვენა, მარცხენა არ აქვს მნიშვნელობა. ზურგს უკან გაქვთ ერთი ხელი, ააგდე ბურთს. ბურთი როდესაც არის ჰაერში, უნდა ამ ბურთი არ უნდა დაეცეს ძირს. არ არის მარტივი ამბავი. მზად ხართ? 3 2 1 აი მე. ჭიქავე რა. ბურთის დაჭერას არ აქვს, უნდა აარტყა ჰაერში, აი მე. მოიცა მოგიტან. ისე მოატრიალა. ხო, ერთი მოგიბალე, არა უშო. მოიცა? აი მე. უფრო მარტივი თამაში მქონდა, დაგეჯერებინა ჩემთვის, შეჭამდით ცხარეს, მოკვდებოდით ადგილზე. ვაიმე. ოდიში. გოგო. არ გადაკვეთოთ საზღვარი. თამას, არის რაშვები, თამას. არა. შენ ესენი არ გეცვლება არც ერთი ეხლა. შეთაღრით. ანუ ყველა უნდა დაწნადგეს ეს. ყველა უნდა ამოადო. შენ დაგჭა რეალურად 4 ჭიქა, ეხლა დავარდა. მე ზოგი მიშველე. არა, ხო და ვერ დავაყენე. ის 4-მე უნდა დააყენო ფეხზე. აი მე 3 დაგჭა. მიშველეთ. თამას. მე წააგე. არა, всё, ჩემი. არის! ოშა დაჟე შესაძლო. დაგამარჯვებულია ნინი ბადურაშვილი! სადი ხა უფასოდ რო გაქვს ის რა გვარჯიში გააკეთე. მე ისე სოთავარი ხლა. გადაცემა სარკასტიკისგან ჩვენგან გადმოგცემს Flame Food-ის საჩუქარს, ეს არის სტრაფიკობის უგემრიელესი ობიექტი, მარხვაზე თუ ხარ შეგიძლია ქართლის სენდვიჩები დააგემონო, თუ არა ხარ სალათები შეგიძლია დააგემონო. ხო, ხათებს როგორ. ვაიმე, ხო ამერია. როგორც ამერია. მარხვაზე თუ ხარ ხათამი შეგიძლია დააგე. ეს ახალი მარხვა გააკეთე. დაგიღალე. ბატო შენ კი არ იღლე. შენ ხო იგი არ ხვეხობი და მე მომწონს. მოკლედ ეს არის Flame Food-ის ვაუჩერი, რომელსაც შეგიძლია დააგემონო უგემრიელესი კერძები, ასევე სამარხო კერძები შეგიძლია დააგემონო. აღარ დავაკონკრეტებ რა კერძები, იმიტომ რომ დებილი ვარ. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა შენ მომზადებისა, თუმცა